მოგესალმებით. დავამტკიცოთ, რომ ცილინდრის მოცულობა V ტოლია π r კვადრატ h-ს. ამისათვის განვიხილოთ საკოორდინატო სისტემა OX Y და ავიღოთ მართკუთხედი OAB C. ისე რომ OA მონაკვეთის სიგრძე იყოს R, ხოლო OC მონაკვეთის სიგრძე იყოს H. ვაბრუნოთ მოცემული მართკუთხედი OX ღერძის გარშემო. მაშინ მივიღებთ ცილინდრს, რომლის რადიუსი არის R, ხოლო სიმაღლე კი H. ბრუნვითის სხეულის მოცულობის გამოსათვლელი ფორმულის თანახმად V ტოლია π ინტეგრალი A-დან B-მდე Y კვადრატ dx-ის. ჩვენ შემთხვევაში საზღვრები იქნება 0-დან h-მდე, ხოლო ფუნქცია y ტოლი არის r-ის. ამიტომ მივიღებთ π ინტეგრალი 0-დან h-მდე r კვადრატ dx-ის. ეს ინტეგრალი ტოლი იქნება π r კვადრატ x ჩასმა 0-დან h-მდე. ნიუტონ-ლაიბნიცის ფორმულის თანახმად გვექნება π r კვადრატ h მინუს π r კვადრატ გამრავლებული 0-ზე. ესე იგი პირველად ჩავსვით h-ი, შემდეგ კი r. ეს ტოლი იქნება π r კვადრატ h-ს, რისი დამტკიცებაც გვინდოდა. კარგად, ბრძანდებოდეთ.